ძაღლი ადამიანის მეგობარია, თუმცა ხშირად ადამიანი ამ მეგობრობას ძალადობით და სასტიკი მოპყრობით პასუხობს. რუსთავში მამაკაცმა შინაური ცხოველი მოკლა. წინასწარი ინფორმაციით მან ძაღლს სასტიკად სცემა. სავარაუდოდ დამნაშავე ირწმუნება, რომ თავს იცავდა. დღეს სოციალურ ქსელში ფარულად გადაღებული ამ დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ძაღლის მკვლელი უბრალოდ იტყუება. ეს კადრები, რომელიც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტს ასახავს, რუსთავშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ მიყავს მამაკაცს ძაღლი, ცოტა ხანში კი მის სხეულს მიათრევს. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი დაბმულ ძაღლს ძელით, რომელზეც ლურსმანი იყო დამაგრებული, 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდა. დაზიანებები ცხოველისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურს თვითმხილველებმა შეატყობინეს. ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათს მუშაობდნენ. საჭმელი უნდა მეჭამნა. მაშინ მოხდა ეს ყველაფერი. ადგილზე გადავარდი. ნასაბილი რომ მივუტანე, მაშინ რა ვიცი რა მოვიდა. ეგრე მწუდა. ძაღლის სასტიკად მოკლაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მოტივად თავდაცვას ასახელებს. დავით დაკაშვილი ქრონიკასთან საუბრისას განმარტავს, რომ 9 თვის ნაგაზ ფიცარი მას შემდეგ ჩაარტყა, რაც ცხოველმა დაკბინა. სავარაუდოდ დამნაშავე სამართალდამცველებმა წუხელვე გამოკითხეს. შემთხვევა მეგობრობის გამზირზე ავტოსადგომის მახლობლად მოხდა. ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში ბრალდებული სწორედ ამ ავტოსადგომის დარაჯია. სადეს ვაჭმე მეთქი. უბრალოდ ცელოფანი რო ჩამოხსენე, მიუტანე, მაშინ წუდა. და მეც ახლა ცოტა ნასვამი ვიყავი, ზედმეტი მომივიდა. ერთი აქ რეიკა იყო, ის ჩავარტყი თავში. თუ ერთი კბილი გამოეგლიჯა იმას ამ დროს. ესე იგი მე ვიქნებოდი მკვდარი უკვე. ქალაქ რუსთავში ცხოველებისადმი არაადამიანური მოპყრობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს ნანა მამულაშვილიც, რომელიც რამდენიმე ძაღლს პატრონობს. ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი უკვე 5 დღეა არ უნახავს და ეჭვი აქვს, რომ ცხოველი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მაქვს ერთ პიროვნებაზე ეჭვი, რომელიც წინა დღით არის, წინა დღით უკბინა იმ პიროვნებას. არ იყო აგრესიული, აბსოლუტურად ხალხზე არ იწევდა. რა განაპირობებს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას? წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში განმარტავენ, რომ მოძალადე ხშირ შემთხვევაში სწორედ ძალადობის მსხვერპლია. ემპათიის დირექტორის თქმით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა აგრესიული ქცევის გამოვლინება, ანუ ერთგვარი პათოლოგია, რომელშიც სადისტური ტენდენცია იკვეთება. ექიმ-ფსიქიატრის განმარტებით, აგრესიული ქცევის მართვისა და მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მოძალადეს მკურნალობა და რეაბილიტაცია ესაჭიროება. ადამიანი, რომელიც ცხოველს ექცევა უდიერად, ის იგივე წარმატებით არის ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ ადამიანსაც მოექცევა ასე. სადამსჯელო ღონისძიებებთან ერთად აუცილებელი არის დაინიშნოს ქცევის კორექციის სხვადასხვა სავარჯიშოები. ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში კი მიაჩნიათ, რომ პრობლემის გადაჭრის ძირითადი გზა კანონმდებლობის დახვეწაა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კანონი ცხოველებზე მოძალადეების მიმართ უნდა გამკაცრდეს. ცხოველის დაცვასთან დაკავშირებით არავითარი კანონი არ არის და გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლი ცხოველისადმი სასტიკი ქმედება, მაგრამ ეს არის უკვე იმის შემდეგ, როდესაც მოხდება ცხოველისადმი სისასტიკე. ეს პრაქტიკულად არის მკვდარი მუხლი. საქართველოს ისტორიაში პრაქტიკულად თავისუფლების აღკვეთა ცხოველისადმი სისასტიკის გამო არ მომხდარა. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დავით დაკაშვილს რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს 3000 ლარიანი გირაოს შეფართების შუამდგომლობით მიმართა.